მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა ჯორჯია ფორსტი გთავაზობთ გადაცემა მილენიალს. მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ირანზე და ზოგადად ორმუზის სრუტის კრიზისზე. ეს არის ალბათ 21 საუკუნეში ერთ-ერთი დიდი კრიზისი უკრაინის კრიზისთან ერთად და სწორედ ამ საკითხზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ამ დარგის უბადლო სპეციალისტი, ჩვენი ჯორჯია ფორსტის ერთ-ერთი ავტორი ვასილ პაპავა. მადლობა რომ აქ ხარ, გამარჯობა და დავიწყოთ იმით რომ ამერიკა აშკარად გაიჭედა. სულ რამოდენიმე დღის წინ ირანმა კვლავ განახორციელა სარაკეტო თავდასხმა ქუვეითზე. ამერიკაც იმუქრება საკმაოდ მაგრა და მოდი რაღაცნაირად ეტაპებით დავყოთ რა. პირველი ეტაპზე მოდი ვისაუბროთ ომის ეკონომიკაზე. რა უჯდება ეს ომი შეერთებულ შტატებს, რა უჯდება ეს ომი ირანს. ზოგადად ცნობილია რომ ირანი ერთ-ერთი წამყვანი გახდა დრონების წარმოებაში, ხო? დრონების და ზოგადად სარაკეტო სისტემების შექმნაში. განსაკუთრებით იმაში რომ ის უფრო იაფია. მოდი ზოგადად ჯერ აქ დავიწყოთ, ამერე გადავიდეთ უკვე ეკონომიკურ ფაქტორებზე. ბატონო, მიგესალმებით მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. ახლომსალეთში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება შეიძლება დავარქვათ კარიბის კრიზისი. ოღონდ გაცილებით უფრო არაპროგნოზირებადი შედეგებით, გამომდინარე იქიდან რომ უცნობია კონკრეტული მხარეების საბოლოო მიზანი, რას უნდა მიაღწიონ. ამერიკას, როგორც თქვენ თქვით, ერთგვარი გაჭედილია ამ ვითარებაში, იმიტომ რომ სამხედრო გზით საჰაერო დარტყმებით არ იცვლება ის ვითარება, რომ ირანი დაიყოლიან ბირთვული შეთანხმებაზე. ბირთვულ შეთანხმებაზე იმ გაგებით, რომ ეს აწყობს თვითონ დასავლეთს, ამერიკას. იმიტომ რომ ირანი მანამდე წინაწლებს რო გადავხედოთ, მოდიოდა ბირთვულ დათმობებზე, ბირთვული შეთანხმება 2015 წლის ვენის ხელშეკრულება რო ავიღოთ, ეს იყო ყველაზე კარგი ხელშეკრულება, რაც კი შეიძლება დავარქვათ ირანის ბირთვული საკითხის მოგვარების ირგვლივ. ბედოში რაღაც პერიოდში ირანი თვლიდა, რომ შეიძლება დათბარიყო ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან ზოგადად და რაღაცნაირად გადატვირთვას ელოდებოდა რაღაც, ხო? ეს იყო ობამას პერიოდში შეინიშნებოდა ასეთი ნიშნები იყო, რომ დასავლეთთან და კერძოდ ამერიკულ შეერთებულ შტატებთან შესაძლებელი იყო გადატვირთვის ეს ურთიერთობა შემდგარიყო, თუმცა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პირობებში 2018 წლის მაისში შევნახეთ, რომ ამერიკა გავიდა ამ ბირთვული შეთანხმებიდან და ევროპულ ქვეყნებს არ ეყოთ იმის განბედაობა ან ნებისყოფა, რომ მათ მიერ ინიცირებული ეს პროცესი ირანის ბირთვული ხელშეკრულება, რომელიც ვენაში გაფორმდა 2015 წელს, ის მიიყვანა სისრულეში. ამერიკა არ იყო ამ ხელშეკრულების ინიციატორი. ერთ-ერთი წონიანი, ყველაზე წონიანი თავისთავად ევროპულ ქვეყნებთან, წონიანი მოთამაშე, როგორც თანაგარანტორი აი ამ ხელშეკრულების, მაგრამ პირიქით, მას შემდეგ რაც ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესა ირანს, ევროპულ ქვეყნებმაც ის შერბილებული სანქციები, რაც ამ 2015-დან 2018 წლამდე ირანს მოუხსნეს და რამოდენიმე გარკვეული პოზიტიური ნიშანი იყო მიმართულებით, რომ სხვა სანქციებსაც მოუხსნიან, შეუერთდა ამ ტრამპის მიერ დაწესებულ სანქციებს. ანუ დააყვა ლოგიკა მითხრა, აი რატომ ხდება ეს? მე მართლა არ მესმის, იმიტომ რომ ისტორიულ კონტექსტში რო ავიღოთ ირანი, ხო? სპარსეთი იქამდე. ყოველთვის აი მაგ ოსმალეთთან ომი იქნებოდა თუ სხვა, დასავლეთის დასაყრდენი იყო რეგიონში, ხო? დასავლეთის ევროპას გულისხმობ. კი, გასაგებია ეს რევოლუცია, მაგრამ ისეთი გადაულახავი რაღაც მომენტები იყო, რომ ვერანაირად ვერ მოხდებოდა გადატვირთვა. თუ ეს დასავლეთის პოლიტიკის შედეგია. აი ეს მაინტერესებს. მე მგონია, რომ ირანის პოზიციას რასაც უყურებ, კი, ერთი ხელით რაღაცა ხმამაღალი განცხადებები აქვს, მაგრამ მე მგონია, უფრო მზად იყო ის, უფრო მეტად გადაეტვირთა და სხვა პოზიციებზე დამდგარიყო. ჩვენ თუ გადავხედავთ და მხედველობაში მივიღებთ საერთაშორისო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნებს 2015-18 წლამდე. ეს ხელმისაწვდომია მათ საიტზე დღესაც დევს და შეუძლიათ ნებისმიერ სურვილს გაეცნოს ამ დოკუმენტს და მან წერია, რომ 24
7-ზე ჰქონდათ წდომა ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მხოლოდ რამოდენიმეჯერ ამ 3 წლის განმავლობაში 18 წლამდე იყო ირანელების მხრიდან რაღაც ესეთი ვირეშმაკობის ისინი მაგალითები, ფაქტები იყო, რომ რაღაცის გადამალვას ცდილობდნენ, მაგრამ ის მალევე გამოასწორეს და დანარჩენ დარგში არანაირი დარღვევა არ ქონია. და თვითონ აი ამ სააგენტოს დასკვნით დოკუმენტში წერია, რომ ირანი ასრულებს თავის მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ჩვენი მხრიდანაც სანქციების შერბილების შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო დასავლეთის მხრიდან. იყო ასეთი ნაბიჯები გადადგმული და უფრო მეტიც მთელი რიგი ევროპული წამყვანი კორპორაცია, ეგ დაწყებული საფრანგეთის, იტალიის ავიაკომპანიები, მანქანათსამშენებლო, სხვა სულესი სამრეწველო კორპორაციები უკვე ერთგვარ სასტარტო იმაზე იდგნენ, რომ დაძახილზე ირანის შესულიყვნენ და ირანის ბაზარი აეთვისებინათ. იქ კიდევ პრესაში იყო, ფრანგულ პრესაში ასეთი ინფორმაცია გაჟღერებული, რომ არ არის გამორიცხული თუ მიდის მოლაპარაკებები ფრანგული 500 ბოინგის შესყიდვასთან დაკავშირებით ირანის მიერ. ხო, იყო ასეთი მოლოდინები, ყველა ამისთვის ემზადებოდა და თვითონ ირანელებისაც ჰქონდათ ეს ოპტიმისტური განწყობა, რომ აწი უკვე ჩვენ მოვდივართ, ვთმობთ იმას, რაზეც თქვენ ასე ძლიერ შეწუხებული ხართ და ახლა თავისთავად ირანის კი არის ატომური გავრცელების ხელშეკრულებაში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ირანი მაინც არ ზის დასავლეთის საერთო-პოლიტიკის პარადიგმაში დამოუკიდებელი მოთამაშეა. არ აქვს არც ჩინეთს და არც რუსეთს ირანზე ზემოქმედების ბერკეტი, რომ ის აიძულოს გაატაროს ის პოლიტიკა, რაც ვთქვათ დღეს ირანს გააჩნია რეგიონულ და საგარეო პოლიტიკაში. თუ ის არ ჯდება თავისთავად ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში. მაინც დამოუკიდებელია ამ კუთხით. რაღაცებს ითვალისწინებს თავისთავად, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩინეთიდან ვთქვათ ბრძანება მოვა მოსკოვიდან ირანის შესრულს თავის პოლიტიკას, ეს გამორიცხული ასეთი ფაქტი არ მომხდარა შახის დამხობის შემდეგ. და ეს მიზეზი ახლა რატომ გახდა ასეთი ხისტი მიდგომა დასავლეთის მხრიდან? მე ბოლომდეს ვერ ამოვხსენი, იმიტომ რომ თუ უნდათ თუ თავარის საკითხი რაც აღელვებდათ და აღელვებთ დასავლეთში, კერძოდ ამერიკას არის ირანის ბირთვული პროგრამა, სავსებით ლოგიკური იქნებოდა, რომ გაეგრძელებინათ ის ხელშეკრულება 2018 წელს რომ შეწყდა ამერიკის გასვლით. და თუ ირანი დაარღვევდა ამ ხელშეკრულებას, ხო უფრო მარტივი გახდებოდა, რომ მე საერთაშორისო კოალიციის მობილიზება ირანის წინააღმდეგ, როგორც ერაყის და ავღანეთის შემთხვევაში მოხდა. ხო მარტივი ის არ იქნებოდა, ხო? როდესაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი ეპატიჟება იგივე საფრანგეთს, ბრიტანეთს და ევროპულ წამყვან ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის დებლოკირების საკითხში, მათ არ პოულობს ხარდაჭერას, არავინ არ დაუჭირა მხარი ამ საკითხში, იმიტომ რომ მათთვის ეს კონფლიქტი არის უკვე ირან-ამერიკის და არა დასავლეთ ირანის. და ამ კონტექსტში თავისთავად ირანი უფრო დასავლეთისკენ შეიძლება გადადგას ევროპისკენ. ხო, ევროპისკენ, მაგრამ ევროპაში ჩვენ ვერ ხედავთ ასე წამყვან ძალას ჯერჯერობით, რომ ირანთან, ვთქვათ, ეს ერთი ერთზე ან არ ვიცი, იგივე ფორმატი როგორც იყო მაშინ ვენის ხელშეკრულება, ეგ საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთის მონაწილეობით, აი ამ ფორმატში კვლავ მოხდა სამ საკითხის მოგვარება, მაგრამ აქ გამოჩნდა ისე, რომ ასეთ სიტუაცია დაალაგდა, რომ ამერიკაც ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას. ჯერ დაიწყო ამ იმით საჰაერო დარტყმებით. შარშან აგერ გავიხსენოთ 12 დღიანი ომის პერიოდში მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში ისრაელმა განახორციელა დარტყმები და ბოლო 3-4 დღის ბომის დასრულების ფაზაში შეუერთა უკვე ამერიკის შეერთებული შტატები. და ეხლაც აგერ თებერვალში მიდიოდა მოლაპარაკებები ჟენევაში და შემდეგი რაუნდი იყო დაგეგმილი ვენაში. მოხდა ისევ ირანზე იერიშის მიტანა გაცილებით უფრო ძლიერი და მტკივნეული. და ეხლა ირანელების გადმოსახედიდან კიდევ მესამე ჯერ უნდა წავიდეს ამერიკასთან მოლაპარაკებებზე. მესამე და არ ხო, ანუ ახლა როცა შარშანი იყო მოლაპარაკებები დაარტყეს, ეხლაც მიდიოდა წლის დასაწყისში დაარტყეს და ახლა მესამე ჯერ იგივე სხვა არ გაიმეორებენ ირანელები და ზუსტად მათი ეს ხისტი პოზიცია
რაც უკვე კონკრეტულ ქმედებებშია გამოსახული ჰორმუზის სრუტის ბლოკადაზე მაქვს აქცენტი არის ამასთან პირდაპირ დაკავშირებული. ნდობა არ არსებობს. ანუ რა უნდა გააკეთოს ახლა ირანმა სხვა კუთხით ირანი ამერიკას ვერაფერს ვერ დააკლებს. ანუ სამხედრო თვალსაზრისით თქვენ აქ იკითხეთ რა პოტენციალი როგორ გონია ახლა ახსენე ობამას დროს სხვათა შორის გამწვავდა ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ნეთანიაჰუს შორის. გამწვავებული იყო ეს ურთიერთობები. როგორ გონია თვითონ ეს პროცესი ისრაელის როლი არა მარტო დარწმუნებული, არამედ ისრაელის როლი შეერთებულ შტატებ ირანის ურთიერთობაში. აი მართლა ამ ხელა მნიშვნელობა აქვს თუ უბრალოდ დაემთხვა შეერთებულ შტატებისა და იმის ისრაელის ინტერესები ამ შემთხვევაში. ცნობილია რომ ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდიდან ისრაელი არის ერთგვარი ფორპოსტი დასაყრდენი ყველაზე საიმედო და ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების. დასავლეთზე იმდენად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ცივი ომის პერიოდის კონტექსტს რო გადავხედოთ, მან ძალიან ბევრი ევროპული დასავლეთის დასავლურ ევროპაზე მაქვს საუბარი, აღმოსავლური გაწეთლებული იყო, კომუნისტური. დიდი სიმპათიები ჰქონდათ პალესტინელ ამ გამათავისუფლებელ მოძრაობებთან, ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ხამასი, იასირ არაფატის ეს გამათავისუფლებელი ფრონტი და ისრაელის მიმართ არ იყო ისეთი მჭიდრო ის კავშირები, მცირე გამონაკლისის გარდა, იქ დიდი ბრიტანეთი აქტიურობდა ამ კუთხით, მაგრამ ამერიკა უპირობოდ უჭერდა მხარს. ჯერ 6 დღიანი ომის დრო ავიღოთ 67-ში იომ-კიპურის პერიოდში აქ მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კრიტიკული მე ვიტყვი ასე იარაღის და სხვა კომპონენტების მიწოდებით, რამაც განაპირობა ისრაელის გამარჯვება და აი ამ პოლიტიკის გაგრძელება არის თავისთავად ახლა ისრაელი რასაც აკეთებს რეგიონში ამერიკას უწევს ამაზე რეაგირება, იმიტომ რომ თუ აქამდე გვერდში ედექი დღესაც სხვა უპირობო ალტერნატიული დასაყრდენის საიმედო ვინ არის რეგიონში? არა, მან რა განსხვავება იცი, რომ ადრე ფორტპორტი ნიშნავს იმას, რომ შენ ინტერესებს ატარებს. და ეხლა თითქოს ისე გამოდის, რომ შეერთებულ შტატები ატარებს ისრაელის ინტერესებს. არა, რაღაც არის ახლა შეუძლებელი 100%-ით ყველა მიმართულებით იყოს თანხმედრა. იმიტომ რომ ახლა თვითონ რევოლუციის პერიოდის რო ავიღოთ, მე ახლა თვითონ რევოლუციის პერიოდი, შახის დამხობის პერიოდი კარგად მაქვს შესწავლილი. მან დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. არა და კემპ დევიდის ხელშეკრულება გავიხსენოთ ეგვიპტესთან, ხო, რა ძალისხმევა ჩადეს ამერიკელებმა, ისრაელმა, რომელიც შეთანხმება შემდგარი იყო. და ანვარ ალ-სადატი ერთ-ერთი მედროშე ამ არაბული ნაციონალიზმის გამალ აბდელ ნასერის საქმის გამაგრძელებელი ანტიისრაელური და ანტისიონისტური პოლიტიკის ერთ-ერთი ფლაგმანი იყო ხო მაშინ ეგვიპტე. ჩავიდა უკვე შემდეგ უკვე თელ-ავივში კნესეთში ქონდა გამოსვლა. ნუ თავისთავად სინის ნახევარკუნძულის დათვალის სანაცვლოდ ხო და მის შემდეგ უკვე მათ ამ ორ სახელმწიფოს შორის არ ყოფილა ხო ეს კონფლიქტი. ანუ ეს ჯდებოდა ორივე ქვეყნის ინტერესებში. ისრაელისთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო და იმ სინის ნახევარკუნძულის დათმობა აქ უკვე ამერიკელებმა აიღეს თავის თავზე გარანტია, რომ თუ მოხდება ეგვიპტის მხრიდან აი ამის ხელშეკრულების დარღვევა კემპ დევიდის. ნუ შემდეგ უკვე ისრაელს ვერავინ შეარჩევს, ახლა ისრაელი არ მისცემს არავის უფლებას, თუნდაც ამერიკამაც რომ შეუწყვიტოს ახლა მხარდაჭერა. აი ისრაელი არ ადგება და არ გაქრება, ხო? მოძებნიან სხვა გზებს, რომ გააგრძელონ თავიანთი რეგიონული პოლიტიკა, რაც მათ ინტერესებში ხდება. არის მთელი რიგი მიმართულება, სადაც მათი ინტერესები არ ემთხვევა. აი თქვენ ახსენეთ აგერ ობამას პერიოდი, ხო? არ იყო ისეთი კარგი ურთიერთობები. და მე ეჭვება რომ აი ობამას პირობებში ხაზას სექტორში ისრაელს იგივე სამხედრო კამპანია წამოეწყო ან თუნდაც ბაიდენის პერიოდში როგორც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ნუ ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე რომ ებრაული ლობი საკმაოდ აქტიურად არის ინტეგრირებული ასე რომ თქვა ამერიკულ ამ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში რომელიც გადაწყვეტილებებს ღებულობს ისრაელის სასარგებლოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი რაც თქვა აი ამ თანამშრომლობიდან გამოდის, ყველაფერი მიდის ამერიკის ინტერესების სასარგებლოდ. აი ხანდა ეს სურათი ხო ისე ჩანს, ოჟონდ ჩანს, რომ ამერიკა ჩიხში შევიდა და ამით ხეირობს ჯერჯერობით ისრაელი გარკვეულწილად იმით, რომ ისინი დაკავებულები არიან თვითონ
აგერე სამხედრო ოპერაციებს ატარებს, რამდენად წარმატებულს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის განცდა ისრაელს აქვს, რომ ეხლა არის დაუსჯელი. ირანია დაუჯერელი, ხო? არა, ისრაელი არის ეხლა დაუსჯელი. ეგეთი განცდა აქვს. აქამდე იყო რაღაცებს უწევდა მაინც საერთაშორისო პოტენციალი, საერთაშორისო ხარდაჭერა. აქამდე საკმაოდ ძლიერი ქონდა ისრაელს. ეხლა ეს იყო პირველი შემთხვევა, სადაც ყველგან ამერიკის შეერთებული შტატებშიც კი საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაამტყუნა ღაზას ამბებზე გულისხმობ, ხო? და ეს არის ის პერიოდი, როდესაც მე მგონი აი ნეთანიაჰუს აქ არა იმდენად თვითონ ისრაელს, არამედ ნეთანიაჰუს ხელისუფლების ლოგიკა არის რა, რომ აი მას უკვე აი რაღაცა ესეთი ძალაუფლების შენარჩუნების სხვა ბერკეტი გარდა ეს ტოტალური ომისა აღარ დარჩა და აი ამ ლოგიკას მივყვებით. მე შეიძლება შორიდან ესე ვხედავ, ეხლა მე სპეციალისტი ნამდვილად არა ვარ ამ რეგიონის. ხო, ჯერ იმის გასაგრძელებად აქ მაგალითი რომ ცივი ომის პერიოდი იყო, ხა ის ისლამური რევოლუცია რომ მოხდა, ხო, ყველაზე სანდო და ყველაზე მძლავრი პროდასავლური პროამერიკული შახის რეჟიმის დამხობა, ხო? ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იყო დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომლის შედეგებსაც დღემდე იმკის. მან დიამეტრალურად განსხვავებული იყო მიდგომები ამერიკის ადმინისტრაციასა და ისრაელის მაშინდელ ხელისუფლებას შორის. რევოლუციის პერიოდში 78-77, როცა უკვე გორდებოდა, უკვე იქ შეინიშნებოდა, იყო მის ნიშნები, რომ რევოლუციური ტალღა აუცილებლად აგორდებოდა, ირანში საიდუმლო ვიზიტით, რა თქმა უნდა, იმყოფებოდა მოშე დაიანი, ისრაელის სახელგანთქმული ყველასთვის ცნობილი გენერალი. ხო და მან მისი ანგარიშები, რაც ხელმისაწვდომია და მე რასაც გავეცანი, მან ის წერს, რომ თუ დასავლეთი შეწყვიტავს შახის მხარდაჭერას, ამერიკას მიანიშნებდა. ჩვენ მივიღებთ ყველაზე შეურიგებელ ხელისუფლებას ანტიდასავლურს ირანში. აქ საუბარი იყო თავისთავად იმ ძალაზე, რომელიც მოდიოდა. იმიტომ რომ სხვა საერო და არარელიგიური ოპოზიცია შახის სპეცსამსახურის მიერ საოლქის მიერ იქნა განადგურებული ან ციხეებში გამოგეტილი. ან ქვეყნიდან გაქცეული იყვნენ. და ქვეყნის შიგნით ყველაზე მძლავრი ანტიშახური ეს ოპოზიცია იყო ეს სასულიერო პირები, რომელსაც დარაზმეს ეს მილიონობით ირანელები და ანტიდასავლურ პლატფორმაზე მოახდინეს ეს ისლამური რევოლუცია. და მაშინ თვითონ დასავლურ პრესას გადახედეთ. ვერც ერთ სტატიას ვერ ნახავთ თქვენ სადაც შახის რეჟიმი არის დადებითად მოხსენიებული. 78 ხო არის ცივი ომი, ხო პერიოდი, ხო ეს არა 99 თქვა რომ სრულდება ეს უკვე, ხო? რუსეთში როა ეს პერესტროიკა, ხო, გარბაჩოვი და ასე შემდეგ, ხო, გადატვირთვის პოლიტიკა. ესა 79 ვიეტნამის ომი ახალი მორჩენილი იყო, ავღანეთის ის მოვლენები ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ იქაც იწყებოდა პროცესები, აქეთ ახლო აღმოსავლეთში ისრაელთან ეს კემპ-დევიდის ხელშეკრულება, ანუ ტექტონიკური ძვრები მიმდინარეობდა და ასეთ პირობებში ადამიანის უფლებებზე აპელირებას ახლო აღმოსავლურ ერთ-ერთ რეპრესიულ იმაზე სახელმწიფოზე, როგორც შახის ირანი იყო, ნუ საკმაოდ ისეთი უცნაური მიდგომა იყო და ბოლო-ბოლო ხომენი საიდან ჩაიყვანეს იმას, როდიდან ჩაფრინდა? პარიზიდან, ბოინგ 747-ით. ვერც ერთ სტატიას ვერ ნახავთ შახის მიმართ დადებით, ვერც ამერიკულში. კარტერის ადმინისტრაციას და ისრაელის სპეცსამსახურების მოსადის ანგარიშები პირიქით უწყებოდნენ, რომ შახის მიმართ ხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს, ნაკლებ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გაცილებით ისეთ არაპროგნოზირებად მეტოქეს, რომელსაც განპრობლემა გაგვიჭირდება. ნუ დასკვნითი სახით ეს შეიძლება გამოვიტანოთ იმ ანგარიშებიდან. ანუ ეს განსხვავებები არის მიდგომებში, ახლა ისრაელისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომელი უფრო ხელსაწყობის იქნებოდა, ხო? მისაღები ყოფილიყო პროდასავლური შახის რეჟიმი თუ დღევანდელი ეს რეჟიმი. თავისთავად, მაგრამ ამერიკის ინტერესებში არ შედიოდა. ანუ საუბარი იმაზე, რომ ისრაელს მიყვება ყველაფერში, ასე არ არის. ამერიკა პირიქით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ისლამური რევოლუციის ეს 79-ში. 79-ში. ტრამპის შემთხვევაში? ტრამპის შემთხვევაში, ახლა ირანის იმაზე, ხო, кейსი რა დაუბრუნდეთ. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, ახლა სამხედრო გზით
ირანის кейსის ამ ბირთვული პროგრამის მოგვარება, კი შეუძლიათ გაანადგურონ ეს მისი დანადგარები, მაგრამ რეგიონულ სტაბილურობას როგორ შეუწყობს ხელს? თუ არ შედგა შეთანხმება. ირანი ახლა თავისთავად 10 და 100 თავი ჩამორჩება ამერიკას სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ დავინახეთ სხვა რამ პირველი ამერიკის სამხედრო შესაძლებლობიდან ეს სრული საჰაერო უპირატესობა. უნიკალური, არ ვიცი, სადაზვერვო მონაცემების კუთხით, იმიტომ რომ ასეთი წერტილოვანი დარტყმები და უმაღლესი სამხედრო სასულიერო და პოლიტიკური ფიგურების ლიკვიდაცია წერტილოვანი ასეთი სიზუსტით, ეს საკმაოდ დიდი მასზე მიანიშნებს კოლოსალურ რესურსებზე. მაგრამ მეორე მხრივ ეს გაკეთდა იმისთვის, რომ რა ირანი წამოსულიყო დათმობებზე, ეს რადიკალური ფრთის, კონსერვატიული ფრთის ეს წამყვანი გენერალიტეტის ლიკვიდაციით შემდეგ მოვლენ უფრო პრაგმატიკოსები, მაგრამ ალი ლარიჯანი ყველაზე ერთ-ერთი პრაგმატული ადამიანი, ვინც ითვლებოდა ირანში, ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, მე ვიტყოდი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო, ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული გუშაქთა კორპუსთან და ასევე რეფორმატორულ ბანაკთან ირანის ამ პოლიტიკურ სტრუქტურაში. მისი ლიკვიდაციით, რა გამოდის ახლა კონსერვატორები, რადიკალები კი მოცილე. ტრამპმა თქვა, რომ ვიღაცები შემოგვაკლდა, იგულისხმება, რომ ისრაელმა გაანადგურა ისინი, ვისი იმედიც შეერთებულ შტატებს ჰქონდათ. იქ რო შეცვლიდნენ სიტუაციას. ხო, კონკრეტულად ახლა ვისი რაკეტის მეშვეობით მოხდა ლიკვიდაცია, იქ ტანდემში მოქმედებენ ისინი, ხო, ისრაელი და მაგრამ რაღაცა ეს ტრამპის არ ვიცი, ტრამპი ხო იცი როგორი ადამიანია, რომ მე რაღაცებს იგონებს ხოლმე ზოგჯერ. ეგ მართლა იყო თავდაპირველად ეგ მათი იმედი ქონდა თუ არა, ეგ კიდეც საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ თქვა რომ ვიღაცები შემოგვაკვდაო, ვითომ და შემოგვტოვდაო. ხო, რაც არ უნდა დაარქვან, ჩვენ საუბრობთ იმ შედეგებიდან, რაც დადგა ირანს სხვა გამოსავალი, ახლა გარდა იმისა, რაც აგერ ბოლო პერიოდში გააკეთა ჰორმუზის სრუტის ბლოკადი და არაბულ ქვეყნებზე, ნავთობმონარქიებზე სარაკეტო და დრონების მეშვეობით იერიშის მიტანით, ამით ცდილობს პროცესი გაწელოს ჯერ ერთი დროში. და მეორე მხრივ აიძულოს ეს ქვეყნები ქონიონ ზეწოლა მსოფლიო წამყვან სახელმწიფოებზე, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი შეიძლება ითქვას, რომ არის მსოფლიო ეკონომიკის გენერატორი. და ისი მდიდარი ეს კოლოსალური ენერგორესურსების პოტენციალიდან გამომდინარე, იმარაგებით რაც გააჩნია. და ახლა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები საერთოდ თითქმის მთლიანად არიან დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსებზე. სამხრეთ კორეა, იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონიას თავისთავად იაპონიას ჰორმუზის სრუტაზეა 90%. 90%-მდე, კი. და 78-85%-ში მერყეობს მთლიანობაში ეს ამ ქვეყნების, ახლა კონკრეტულად იაპონიას არ აქვს ახლა ეს თავისი რესურსები და თავისთავად ის ჭიროთ არის დაკავშირებული ამ სიტუაციაზე, რაც რეგიონშია შექმნილი. და ასეთ ვითარებაში თავისთავად ირანმა ამოქმედა ეს ბერკეტი, რომლისთვისაც ამ მეთოდს ის არ მიმართა ჯერ კიდევ ირან-ერაყის ომის პერიოდში 8 წელი გრძელდებოდა ეს ომი. მაშინ არ მიუმართავს ჰორმუზის სრუტის ბლოკადისგან. მაშინ იყო ეგრეთ წოდებული ტანკერების ომი. ირანი ბომბავდა და შემდეგ დასავლეთით ამერიკაც უბრალოდ ამერიკა ბომბავდა ირანულ ტანკერებს. ირანი ბომბავდა იმ ქვეყნების ტანკერებს, რომელიც ამერიკასთან იყო ასოცირებული, ხარს უჭერდა ანტიირანულ ამ აგრესიას, რაც ერაყი ახორციელებდა. მაგრამ მაშინ ხერხდებოდა ამ საკითხის სხვაგვარად მოგვარება. იქ სამხედრო ხომალდებით გაცილება, მაგრამ ჩაკეტვა არ იყო, როგორც ახლა ჩვენ ხედავთ, იქ დანაღმვა და ეს ოფიციალური განცხადება, რაც ირან მიმართა. სხვა ბერკეტი ირანს არ აქვს. ირანს უნდა ამით, რომ ესე იგი აიძულოს მსოფლიო და რეგიონული ქვეყნების ნავთობმონარქიები, რომლებიც 10 წლის განმავლობაში იყვნენ ერთგვარი სტაბილურობის ეტალონი, ეს დუბაი და დუბაის მოდელი და ქუვეითი
ეს ყატარი, განვითარებული ქვეშაზე შექმნილი მეგაპოლისები. ხო, მეგაპოლისები და ჩვენ აგერ დავინახეთ, რომ თლად ისე არ არის საქმე სტაბილურად, როცა საფრთხე დაუდგა, ეგზისტენციალურ საფრთხე დადგა ირანის სახელმწიფოებრების ყოფნა არ ყოფნაზე. იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური იერიშების თავისთავად ბევრი სახელმწიფო თვითონ როგორ ვერც გაუძლებდა. როგორ გონია ეს სტრატეგია რაც ირანმა ერჩია. ეს ლიმიტირებულია თუ მას შეუძლია რა წყლობით შეუძლია ესე იმოქმედოს. ანუ რესურსი თვითონ რა რესურსი აქვს რა 6 თვე 1 წელი 2 წელი რა პოტენციალი აქვს ესეთ სტრატეგიას დაახლოებით ხა გასაგებია რომ ზუსტი ციფრები და ისინი ხო თვითონ ირანიც კრიტიკულად დამოკიდებული თავისთავად ნავთობი იმაზე იმიტომ რომ მას სხვა ისეთი მძლავრი ეკონომიკა არ გააჩნია მეტუმეტეს იმ უმკაცრესი სანქციების პირობებში რაც ეგრეთ თითქმის 46 წელია მასზე დაწესებული და ყოველ ჯერზე ახალ სანქციებს ამატებენ და ის ცდილობს შავი ხროლების მეშვეობით შავ ბაზარზე იაფად გაყიდოს თავისი ნედლეული და ასეთი მყიდველი იყო ჩინეთი რომელიც ირანის ნავთობის 80-90%-მდე ყიდულობდა ანუ ესეც შეიძლება შევთვალოთ რომ აქ ირანი კი იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს ამით აი ამ ბერკეტის გამოყენებით მაგრამ ზიანს აყენებს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს ჩინეთს მაგრამ სხვა კუთხით რა უნდა ქნას ირანმა თვითონ ირანელების გადმოსახედიდან ჩინეთი ღიად სამხედრო გზით ვერ დაეხმარება ანუ ჩინეთს მოუწევს გარკვეული კორექტირების შეტანა ან დიპლომატიური არხების გააქტიურება ხალ ჩინეთის ზონა გაცილებით დიდია ვიდრე ირანის და ხა ბოლო ვიზიტით ტრამპის თუ გადავხედოთ ჩინეთშიც ეს საკითხიც იქნა განხილული იმიტომ რომ იქ მარტო მაღალ ტექნოლოგიების სფეროში კონკურენციის თქვათ რაღაცების შეთანხმება არ იყო საუბარი იქ ილონ მასკი და NVIDIA და Apple-ის ისინი წარმოადგენლები რო იყვნენ დირექტორები ტექნოგიგანტები ხო ტექნოგიგანტები არამედ ეს ახლო აღმოსავლეთში იმიტომ რომ ჩინეთის ეკონომიკა დამოკიდებულია ზუსტად ამ სტაბილური რეგიონებით საიდანაც ის რესურსებს ღებულობს და ეს 1/3 ფაქტიურად მოაკლდა მარტო ირანიდან ხო აყიდულობდა იმას ნავთობს იქ ქუვეითი, ყატარი, გაერთიანებული სამეფოები, ერაყი და ვაჭრობამაც სერიოზულად იკლო 1/4-ით იკლო ამ ნავთობ მონარქიებთან და ამის კომპენსირება მოუწევს სხვა მიმართულებით მაგრამ ეს ხო დროებითია ამიტომ ლიმიტირებული არ არის რომ უვადოდ შეუძლია რაღაც გარკვეული ვადა არის რომ ამ პერიოდში უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის დეესკალაცია ირანს არ ამგონი ახლა ირანი წლობით შეძლოს ამის ბლოკადა მაგრამ ირანი ფიქრობს რომ რადგან სოფლიო ეკონომიკა და თვითონ არაბული ქვეყნების ამერიკის მოკავშირე დასავლეთის მოკავშირეების ეკონომიკა თავისთავად ძლიერ არის დამოკიდებული ამ ჰორმუზის სრუტეზე და აქედან გამომდინარე მათ ექნებათ ამ თემაზე საუბარი ამერიკასთან რომ რაღაცა კუთხით მოხდეს ირანის მოკავშირეები აიძულებდა ხო მოკავშირეები აიძულოს სხვა რა ხერხი აქვს სხვა რა უნდა ქნას ირანს სამხედრო გზით შევხედავთ აგერ კი დრონები და ბალისტიკური რაკეტებით შეუძლია დისკომფორტი შეუქმნას აგერ გუშინ ქუვეითი დაბომბა ბაჰრეინი დაბომბა იმის საპასუხოდ რომ ამერიკამ ქეშმის კუნძული დაბომბა ეს შეუძლია ასე მაგრამ ხო ეს სარაკეტო გაცვლები აზრი რა აქვს აი მე მაგას ვერ ხვდები თუ იმისკენ მიდიან ორივე მხარე რომ რაღაცნაირად უნდა მოხდეს ეს შეთანხმება ხო ეს ხო იმას ნიშნავს რომ რაღაცა შეჩერება უნდა მოხდეს მაგეთი თავისთავად უყურეთ ანუ ეს ხო იმას ნიშნავს რომ არავინ არ აპირებს შეჩერებას ანუ ეგ ჩემთვის ნიშანია რომ არავინ არ აპირებს შეჩერებას ხო მაგრამ უყურეთ ახლა ამერიკამ დაარტყა ქეშმის კუნძულს ამის საპასუხო დაარტყა ქუვეითს და ბაჰრეინს რა შუაშია ქუვეითი და ბაჰრეინი თუ ასე მიუდგეთ მაგრამ ამ ქვეყნებში მდებარეობს ამერიკული ბაზები ბაჰრეინი ყატარი ქუვეითი და ახლა იქ ქუვეითის აეროპორტსაც დაარტყა მაგრამ მე ზუსტად იქითკე მიყვა საუბარი რომ ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებს ურტყამს იქ ნავთობგადამუშავებული ქარხნები, ახლა აეროპორტი დაბომბა ქუვეითის, რომ ეს ქვეყნები აიძულოს
უფრო აქტიურად გამოვიდნენ, რაღაც მედიაციის, მედიატორობის კუთხით ამერიკასთან. რამდენად შეიძლება არ ვიცი, მაგრამ სხვა კუთხით ირანი ამერიკას ახლა ვერ მიწვდება და ამერიკას ვერ ინტერესებს ვერ დააზიანს და ურტყამს რეგიონებში, სადაც ამერიკული ბაზებია. იმ ქვეყნებში. ამერიკას აქვს იმის ფუფუნება, რომ ეხლა მაგალითად ისე დათმოს პოზიცია, რომ გარედან გამოვიდეს და ჩანდეს, რომ ამერიკამ დათმო, უკან დაიხია. ეხლა რეპუტაციული დარტყმა იქნება ამერიკაზე. ამიტომ რაღაცნაირად ტრამპისაც მესმის, რომ ტრამპს უნდა რომ ეს ინიციატივა გამოვიდეს ისე, რომ თითქოს ირანმა დათმო. ანუ ესეთი სცენარით უნდა განვითარდეს. თუ ეს შეთანხმება უნდა ირანს და მე როგორც ვაკვირდები ირანი საკუთ კაცრად დგას და გასაგებია რომ არენდობა ეგ ერთი მომენტია. და მეორე ჩანს კიდე აი ტრამპთან მიმართებაში ხა გამოვიდა ნეთანიაჰუსთან და პრინციპში მე მგონი გალანწაკდებოდას ნეთანიაჰუსთან, დაადასტურა რომ ეგ შელაპარაკებები და ისინი ჰქონდა ნეთანიაჰუსთან. ანუ თვითონ ამერიკა-ისრაელის ურთიერთობაში რაღაცა ბზარი გაჩნდა, ეს აღკარაა. ხო, ახლა საუბარი იმაზე, რომ ამერიკა დამარცხდა ირანთან კონფლიქტში, ეს გადაჭარბებულად მიჩნევა ახლა ეს ხედულობაში არც უნდა მივიღოთ ასეთი მიდგომა. აქ სხვა რაღაცა თვითონ პირადად მე დიდ შესწრომად მივიჩნევ ირანის ბირთვული საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტას. არ ვიცი ახლა რა გზას უნდა მიმართოს, რამდენჯერ უნდა ბომბოს ახლა. სამხედრო გზით პირიქით შეურიგებელი პოზიცია ექნება ირანის ხელმძღვანელობას. იმიტომ რომ თვითონ ირანის სახელმწიფო მოწყობის მოდელიცაა საინტერესო. რატომ არ მოხდა თქვა ამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე, დეკემბრის ბოლოს იანვრის დასაწყისში. ბომბს რო გესვრიან, რანაირად უნდა მოხდეს ეს ხომ არის? ხო, მაგრამ უყურეთ თითქმის მთელი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაციით არ მოხდა ჩამოშლა სისტემა. ხო, იმიტომ რომ ირანმა თავის სისტემა ისე ააწყო, აი შახის რეჟიმი სავსებით სხვანაირი იყო. ერთპიროვნებაზე იყო დამოკიდებული. და მიტომ მოხდა რომ შახის დამხობა მოხდა არა იმიტომ რომ ეს მილიონობით მასები გამოვიდნენ. კი გამოვიდნენ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მიაღწიეს იმ მილიონებმა. მარტო თეირანში 2 მილიონი ირანელი იყო გამოსული. ვერაფერი ვერც ერთი სამინისტრო ვერ აიღეს, არც ერთი მინისტრი არ გადამდგარა. შახმა ბრძანება არ გასცა. ძალოვან უწყებებს სისხლით ჩაეხშოთ რევოლუცია. არც ერთი საჯარისო ნაწილი, არც პოლიციის, არავინ მთელი ბიუროკრატიული აპარატი არ გადაცვლა რევოლუციის მხარეს. ვერტიკალმა გაჭედა ზემოდან. და რადგან ეს ყოველთვის ეგრე ხდება როგორც წესი. რადგან შახისგან ასეთი ბრძანება არ არის, ქვედა რგოლებმა არ იციან რა გააკეთონ. იმიტომ რომ დამოკიდებული არიან ზემო ბრძანებით, მაგრამ ეს ხელისუფლება რომ მოვიდა, დეცენტრალიზაციას მიმართეს. ფეოდალური სისტემაა რაღაცნაირად, რომ იქ შეიძლება ვიღაცები მოკვდა, მაგრამ ადგილზე მაინც რჩება ის ტრადიცია, გვარი, რაღაცა ეს. ხო, მიახლოებით შეიძლება მოზაიკურ სისტემას ეძახიან ამას. დეცენტრალიზაცია მოახდინა, იმიტომ რომ აგერ ერახთან 8 წლიანი ომის პერიოდში დაწყებით ფაზაში 91 წლის ზაფხულში ორი დიდი ტერაქტი მოაწყო ეს მემარცხენე ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოჯაჰედინე ხალხმა. იქ მოკლეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტის ოფისი აფეთქეს. პრეზიდენტი დაიღუპა, პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, 70 მეტი დეპუტატი. არაფერი არ დატყობია თვითონ მმართველობის სისტემას. ჩამოშლის კუთხით და დეზორგანიზაცია. ეს ყოველთვის ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ აი ხარ ვაკვირდები, ჩვენთან ირგვლივ. აი მაგალითად რუსეთი აიღე, საქართველო აიღე, აზერბაიჯანი, სომხეთი ან რა ვიცი, თურქეთი თუნდაც. იგივე თავი მოაცილო, სიტუაცია რადიკალურად იცვლება. ყველა ამ ქვეყანაში. აი როგორი სისტემაა ირანის სისტემა, რომ ადამიანები კვდებიან ლიდერები და მაინც ესე მაგრამ მუშაობს. აქ არის უყურეთ ინტერესთა თანხმედრა იმ ხალხების, ვინც ამ სისტემის ერთგულები არიან. ინტერესთა თანხმედრა. არიან სასულიერო პირები, რელიგიური წრეები, მეჩეთები ასე რომ ვთქვათ და მასთან ეს ასოცირებული მჭიდროდ დაკავშირებული გუშაკთა კორპუსი, რომელიც მათ შექმნეს, მათი შვილები არიან ასე უხეშად რომ ვთქვათ. გუშაკთა კორპუსები. გუშაკთა კორპუსი არის სახელმწიფოში. თავიდან ამ კონფლიქტამდე საუბარი იყო ეკონომიკის 40%-ს აკონტროლებდა. ეხლა საუბარია 60%-ია.
გაიზარდა. არმიაზე დიდი ბიუჯეტიც აქვს. გაცილებით არმია არის უკანა პლანზე გადაწეული, იმიტომ რომ რევოლუციის პერიოდში არანაირი რევოლუციური ენთუზიაზმი მათ არ ჰქონდათ. ანუ სასულიერო პირების ხარეს არ გადასულა. უბრალოდ მიიღეს ის რაც მოხდა. გადასვლის კუთხით როგორც ჩვენ ნახეთ აგერ კადაფის პერიოდში ხო რამდენი საჯარისო ნაწილი გადავიდა ოპოზიციის მხარეს ასადის შემთხვევაში ასე არ მომხდარა ირანის შემთხვევაში. არა უნიკალური სისტემა. ხო და შექმნეს ზუსტად ეს გუშაკთა კორპუსი რომელიც იქნებოდა ისლამური რევოლუციის პრინციპების დამცველი და ერთგული. და ამის სანაცვლოდ მთელი ბონუსებია იქ. ეკონომიკის სექტორების კონტროლი, გუშაკთა კორპუსი, სამშენებლო, სამრეწველო, ყველაფერი რაც დაკავშირებული. ეხლა მით უმეტეს აი ამ უმაღლესი რანგის გენერლების ლიკვიდაციით გუშაკთა კორპუსმა აიღო ძალაუფლება ყველა პროვინციაში. და როგორ არის მოდელი ახლა ყურეთ? თავდაპირველად თუ გახსოვთ, არ ვიცი ახლა ეს ქურთებზე იყო საუბარი, რომ ქურთების აჯანყებით შეეცდებოდნენ ქვეყნის დეცენტრალიზაციას და სხვა პროცესების დაიწყებოდა ეთნიკურად მცირე ჯგუფები. სტატიები წერებოდა ბევრი მაგას. ხო, მოგეთ ახლა ქურთები კი შეადგენენ მოსახლეობის 7-8%-ს დაახლოებით ხეშეთ ზუსტი რაოდენობა არავინ არ იცის, მაგრამ იმ 7-8%-ში იქ 7 მილიონი თუ არც სხვადასხვა ინფორმაცია ზუსტი არავინ არ იცის. ამ 7 მილიონში იქ შეიძლება 1-2% იყოს მზად აიღოს იარაღი. როგორც ვიცი ძალიან ლოიალურები არიან. იმიტომ რომ ირანის სახელმწიფო მათ მიმართ არ გამოირჩევა დრაკონული მეთოდებით. ახლა შენ თუ აუჯანყდები და ისლამური რევოლუციის შემდეგ შექმნილ სისტემის წინააღმდეგ გამოხვალ, ნუ მასე შემთხვევაში თავისთავად დაისჯები, ხო, მასე იქნება ნებისმიერი. მაგრამ ისე არ არის როგორც თურქეთში, რომ უბრალოდ ქურთი ხარ და რაღაცნაირად მაინც თავში. არა, ინტეგრირებულები არიან, მან ისეთი ჩაგვრა და ისეთი ახლა როგორც იყო გავიხსენოთ მუსტაფა ქემალის ათათურქის პერიოდიდან რა მხალა აჯანყებები იყო ქურთების მერე ქურთისტანის მუშათა პარტიის 40 წლიანი ბრძოლა ხო ტერორისტული მეთოდებით თურქეთის წინააღმდეგ იმაში ერაყში ავიღოთ გენოციდის თვალსაჩინო პოლიტიკას ატარებდნენ ეს არაბი ნაციონალისტი მმართველები ვაასისტები და მანამდეც კიდევ იქ სხვადასხვა დიქტატორები რო იყვნენ ერაყში ასე არ იყო ირანის შემთხვევაში ანუ იქ დრაკონული მეთოდების სოფლების განადგურება, გადასახლება და მით უმეტეს ქიმიური იმის გამოყენება არ პოლიტიკაშიც არიან ჩართულები, საზოგადოებრივ ბიზნესში, პოლიტიკაში ბაზა არ აქვთ. თორე ეს გამოჩნდებოდა. ბაზა არ აქვს და ჩვენ ნახეთ რომ იარაღსაც აწვდნენ და რაღაცები მცდელობები ჰქონდათ, მაგრამ ამას რომ ბაზა ქონოდა, ეს ამას იგი ვერავინ ვერ შეაკავებდა. ერაყში რატო ვერ შეაკავეს? რო შეიჭრა დასავლური კოალიცია, ხო მალევე აიღეს ქურთებმა მთელი რიგი რაიონები ხო ძლიერ მიეხმარნენ. ეხლა ეგესაც უნდა თქვათ, რომ ერაყი მაინც გამოგონილი სახელმწიფო იყო. ირანი ისტორიული სახელმწიფო, ცივილიზაციურია. ამასაც აქვს თავისთავად დიდი მნიშვნელობა და აი ეს მაგალითი მინდოდა მოიყვანო ბელუჯისტანი, ეს სისტანი და ბელუჯისტანის პროვინცია, ესაზღვრება პაკისტანს, სამხრეთ აღმოსავლეთ ირანია, მან ცხოვრობენ ბელუჯის სუნიტები. ირანული ხალხები არიან, მაგრამ სუნიტები. მანდაც არის თქვათ ისეთი არასტაბილური ისა რეგიონი სხვა პროვინციებთან შედარებით და ტერორისტული თავდასხმები და ეგ საკმაოდ ისეთი ისა რა რთული რეგიონი. აი ამ პირობებში ეს დაბომბები რო დაიწყო. მან ბელადები ამ ბელუჯების შეიკრიბნენ, შეხვდნენ აი ამ სისტანა ბელუჯისტანის რეგიონის სასულიერო უმაღლეს რანგის სასულიერო პირებს, გუშათა კორპუსებს და მხარდაჭერა აღუქვეს. ანუ მათ კი აქვთ რაღაცა სადაო, საერთო, მაგრამ არა იმის ფასად რომ ირანი განადგურდეს. ნუ როგორც ამას წარმოაჩენენ ხოლმე. რო ცივილიზაციური იდეა. იმათ აქვთ ახლა თავისთავად ახლა ირანის რეჟიმი ამ მხარდაჭერასაც ასეთ იმას გაითვალისწინებს და აი ამ რეგიონებს შემდეგ უკვე გარკვეულ იმებს ყურადღებას მიაქცევს. მაგრამ ასეთი კრიზისულ ვითარებაში მხარდაჭერა მათგან ნახეს. დეცენტრალიზებული ადგილზე მხარდება. ცენტრიდან არ ელოდებიან, თეირანიდან არ ელოდებიან, რა გავაკეთოთ სისტანა ბელუჯისტანში. მაგარი რაღაცა, მაგარი სისტემა. ადგილობრივი მმართველები, ელიტა, გუშაკთა კორპუსის და სასულიერო პირების, რომლებიც იმ რეგიონში არიან, იქ აგვარებენ თავიანთ იმას. ესე იგი, ჩამოყალიბებული პოლიტიკური ელიტა ხავს იდეოლოგიური რაღაც თავისი, ესე იგი, ძლავრი იდენტობით. ხო, ნუ განსხვავებით ახლა საბჭოთა კავშირის ის ავიღოთ ბოლო პერიოდი, ხო? არც ჯარმა, არც კგბ, ხო? არავინ არ დაიცვა, ხო? ეს
დრომოჭმული სისტემა, ანუ ტრანსფორმირება რომ მოეხდინათ. ვისი ჩამოიშალა. არ ყოფილა არანაირის, იმიტომ რომ იდეოლოგიური ეროზია მოხდა უკვე. კომუნიზმის უკვე არავინ არ ჯეროდა უკვე. კომუნისტები სუფთა ისე იყო ზედაპირულად. ირანში ასე არ არის. ირანის ისლამური რევოლუციის პრინციპები ჯერ ცოცხლობს და აგერ კრიზისის პერიოდშიც ეს დამტკიცდა. ანუ ძირითადი ბაზა მოსახლეობის მაინც ესე იგი შიდა სისტემები არ გააჩნია ისეთი. ირანს? ნუ არა, აქვს, როგორ არა, უბრალოდ შეიძლება არა იმის ფასად რომ განადგურდეს. ქვეყანა განადგურდეს, აი სპეციფიკური ხალხია ირანელები ახლა. ირან-ერაყის ომი რო დაიწყო, ათასობით შახის ოფიცერი დაბრუნდა ემიგრაციიდან და შეუერთდა ირანის რესპუბლიკურ ჯარს, გუშაქთა კორპუსის იმას რიგებს. უცნაურია დაამხეს ის რეჟიმი, რომლის ერთგული იყო. შენი მეგობრები ნუ დახოცეს მაღალი რანგის ოფიცრები, მაგრამ ასეთ პირობებში ერაყთან რო ქვეყნის ის იყო, დაბრუნდნენ და იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. აი სპეციფიკური საქვთ მენტალიტეტი, ხო, სხვანაირად უყურებენ იმას ასეთ საკითხებს. ოდე ვასილი, იმასაც შევეხოთ არაბულ მონარქიებსაც. ეხლა საუდის არაბეთისა და პაკისტანს შორის რაღაც სამხედრო ალიანსი ყალიბდება. რაღაც ხმამაღალი ნათქვამი არაბული ისლამური ნატოს შესახებ რაღაც მსგავსი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი როგორ წარმოგიდგენია შენ აი ამ არაბული მონარქიების პოლიტიკა და ზოგადად ირანთან ურთიერთობა. მე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო აი ჩინეთმა რო დასვა ერთ მაგიდაზე საუდის არაბეთი და ირანი, ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იყო. აი როგორ წარმოგიდგენია შენ ამ ომის პროცესში და ამ ომის შემდეგაც? აი როგორი ურთიერთობა, ეგ ისე მტრული ურთიერთობები იქნება თუ რაღაცა გადახედვა მიდის სერიოზული ამ ურთიერთობების? ხო, ირანი ახლა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იგივე ერაყი, სირია, ეს ნუ ხელოვნური სახელმწიფოები მე-20 საუკუნეში შეიქმნა. ირანი მრავალათასწლოვანი ის არის სახელმწიფო, სხვადასხვა დინასტიების ქვეშ იყო, ზოგჯერ ზენიტში იყო, ზოგჯერ დაცემის პირას იყო, მაგრამ ყოველთვის იყო ეპიცენტრში. და ცდილობდა გაეფართოებინა თავისი გავლენები. ახლა სეფიანთა დინასტიის მოსვლამდე როგორი ის იყო დაშლილი და ნუ შემდეგ რამხელა იმპერია შექმნეს. მერე ყაჯართა დინასტიის მოსვლამდე იქ რამდენი დინასტია შეიცვალა, იქ ნადირ-შაჰი აფშარი იყო, ზენდების დინასტია, შემდეგ ავღანელები შეიჭრნენ, ესფაჰანიც აიღეს. და ნუ ყაჯართა დინასტიის დროს ნუ საერთოდ ჩამოიშალა ირანის რეგიონული ის ხო გახდა ბრიტანეთის ვასალი, ნახევრად ვასალი სახელმწიფო გახდა ბრიტანეთის იმის, ხო? ნუ დაცემის პირას იყო, მაგრამ ყოველთვის იყო ცენტრი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს შაჰის პერიოდიდან უკვე ეს ფეხლევის დინასტიის პერიოდიდან ეს ირანული ნაციონალიზმის გაყვება იწყება, ნუ თავისთავად საერო და პრეისლამური იდეებით, ნუ შაჰი არ იყო ისლამისტი არ იყო იმ გაგებით რომ რაც ძალა მოვიდა შემდეგ 79 წელს. და შემდეგ უკვე რომ მოვიდნენ სასულიერო პირები, ამათ ისლამური კომპონენტი დაამატეს. და თავისთავად ეს ძველი პრეისლამური ირანის ეს დიდება, ნაციონალიზმი არის ეს ნაზავია ეს ისლამთან ერთად, ხო? და აქ უკვე ჩნდება კონკურენცია სხვა არაბულ ქვეყნებთან, სუნიტურ სამყაროსთან. ირანი ერთადერთი შიიტური სახელმწიფოა რეგიონში, რომლის რელიგია ოფიციალურად არის შიიზმი მე-16 საუკუნის დასაწყისიდან. მე როგორც ვიცი, ისლამის პირველობისთვის, ნუ ძირითადად სამი სახელმწიფო არის, რომელიც იბრძვის. ერთი არის საუდის არაბეთი, მეორე არის თურქეთი და მესამე არის ირანი. ირანი შიიზმის მიმართულებით, მაგრამ მაინც აქვს ესეთი რომ ისლამის ლიდერი იყოს. თითქოს აი რაღაც ოფიციალური მასში მაინც უარყოფს შიზმის, სუნიზმის ელემენტს. იმიტომ რომ თერაც ხდება რომ უმცირესობაშია. ხო, თავისთავად ირანი ამ კუთხით უმცირესობაშია და ის ვერაზროს ვერ მოიპოვებს, თქვა სუნიტური ქუჩის სრულ მხარდაჭერას. გარკვეული მხარდაჭერები აქვს. თუნდაც იგივე ხამასის მხარდაჭერით, პალესტინელთა საკითხში აქტიურობით, არც ერთი არაბული ქვეყანა არ აქტიურობს ისე როგორც ირანი. ამას რატო აკეთებს ახლა? ერთგვარი ისეთ ის არის, ხო, ნაბიჯი რომ დაანახოს სხვა, ნუ არაბულ ქუჩას ასე რომ ვთქვათ უხეშად, რომ
აი ირანი არის ნამდვილი ისლამის მედროშე, რომელიც იცავს თქვათ მუსლიმების უფლებებს, აგერ განსხვავებული სხვა ვარ. ჩვენ ხო გვაბრალებს შიიტები ვარ და თქვათ სხვა პალესტინელებთან მიმართებაში ხა პალესტინელები შიიტები არ არიან. ხო, არ არიან და აქაც უყურეთ ესეთი მომენტია ახლა თვითონ ახლა არაბული ქუჩის იმას რო გადავხედოთ, ხო? მათ დამოკიდებულებას მთლად ახლა პროირანული განწყობები არ აქვს მაგათ. აქ ისტორიული ისიც არის, ხო? ხო, ისტორიული ელემენტი ახლა ისინი არაბები არიან, არაბებმა მოახდენს ირანის ისლამიზირება, შემდეგ ირანმა შიიზმი მიიღო, ამ კუთხით ნამდვილ ისლამს განუდგა, ამას დაამატეთ სპარსული ცივილიზაციის ელემენტი და ნუ თავისთავად ეს არის მაინც ძნელია ირანი ამას ვერ მოახერხებს ამას მთლიანად თავის კალაპოტში მოქცევას, მაგრამ შენი აზრით ეს ურთიერთობის დარეგულირება მაინც და მაინც აღართ ოპტიმისტურია ძალიან ესე იგი ვიღაცა არა დარეგულირება იმ გაგებით რომ ნუ ახლა უნდა დაუსვა კითხვა მაშინ რა უნდა თვითონ ამ არაბულ ქვეყნებს ირანთან საკუთრო სასახლე მინუ კი ბატონო დიდი სიხარულით აგერ შეგიძლიათ შევერთეთ ამერიკულ კოალიციას და შედეგებზე პასუხი მე თქვენ უნდა აგოთ იქნება განადგურებული ქალაქები და ინფრასტრუქტურა და ახლა ირანი თუ ჩაიძირება, ну, არ ვიცი, 100 მილიონი სახელმწიფოს დეცენტრალიზება, როგორ შეიძლება დადებითად აისახოს, თქვა და რეგიონის სტაბილურობაზე. თან ირანის სპეციფიკური გითხარით მე, ხო, რთულია მისი დეცენტრალიზება ქვეყნის შიგნიდან. დიდი პრობლემები აქვს თავისთავად ეკონომიკური კუთხით, მით უმეტეს ამ დაბომბების შემდეგ და თუ კიდევ გაგრძელდა ეს დაბომბები, ну, კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეექნება. მაგრამ საპასუხოდ ირანის ხედავთ როგორ რეაგირებს. ჰორმუზის სრუტე იქნება ბლოკირებული, სანამ რაღაც შედეგს არ მიიღებს ირანი, ან რაღაც მესიჯები არ იქნება ისეთი გადმოსროლილი, რომ ირანს შეარბინებს მის მიდგომას და ნუ არაბული ქვეყნები, ნუ წესით ახლა არც ქუვეითის ხელისუფლებას და არც ბაჰრეინის ხელისუფლებას არ აწყობს ასეთი გაურკვევლობა. რთულია საკმაოდ ყოველ დღე შენ 10 წლის განმავლობაში იყო სტაბილური და უცებ ეს კრიზისი რო შეიქმნა, შენ ელოდო ყოველ დღე აქ ასობით ირანული დრონი დაგეცეს თავზე. რის გამო? იმიტომ რომ შენ დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეების იმაში ხარ, ნავში. შენ ქვეყანაში ამერიკული ბაზებია. მაშინ რაღაც უნდა გააკეთო. ან დაეხმარო იმათ ბოლომდე და ჩაყვე. ნუ არ იცი შედეგებით როგორ გადარჩება ეს რეჟიმები შემდეგ, ხო? და ან გამოიყენო შენი მძლავრი ფინანსური და სხვა ბერკეტები, რომ დაიყოლიო მხარეები შეთანხმებისკენ. და თვითონ ვინ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ახლა ყურეთ როგორი მომენტია ირანის მხრიდან ახლა მაყურებელმაც თვითონ საკუთარ თავს რო დაუსვას. ირანელების მიმართ სიმპათიებზე ხო არა საუბარი. გავიხსენოთ ჩვენ იგივე არ გაგვიკეთა რუსეთმა აფხაზეთში ერთი ხელშეკრულება დაიდო, დაარღვია, მეორე ხელშეკრულება დაარღვია და შემდეგ სოხუმი დავკარგეთ. ირანის შემთხვევაში მიდიოდა მოლაპარაკებები, ხო, დაარტყეს. მიდიოდა აგერ თებერვლის დასაწყისში მოლაპარაკებები, დაარტყეს. მესამეჯერ დაუჯდებოდი თქვენ? ნუ მაშინ სულელი ვინ გამოდის ამ შემთხვევაში? თქვენ თუ მეორე მხარე. და დასკვნები გამოაქვს თავისთავად ამ კუთხით ირანი მზად იქნება წავიდეს ადეკვატური ნაბიჯები გადადგას ამ საკითხის დარეგულირებისკენ თუ ამერიკის მხრიდან იქნება ამისის ინიცირება. აი თქვენ სწორად თქვით ახლა ამერიკის მხრიდანაც ახლა ისე ამ საკითხის მოგვარება რომ ეს ირანის გამარჯვებად გასახდეს, ნუ ეს შეუძლებელია. უძლიერესი რეპუტაციული დარტყმა იქნება და ეს აუცილებლად შემდეგ დაარტყამს ამერიკის ინტერესებს არაბულ ქვეყნებში, სადაც ამერიკული ბაზებია განთავსებული. და სადაც კითხვა სვამენ რომ ეს ამერიკული ბაზები რო არ ყოფილიყო სამიზნე არც გავხდებოდით. გას ეს შეკითხვა მით რომ 100 დრონიდან ახლა 90 რო ჩამოუგდე კი გასაგებია ეს გვაქვს ეს სისტემა ამერიკის ხო? მაგრამ იმ 10-მა აგერ დააზიანა ქუვეითის გაანადგურა ქუვეითის აეროპორტი. დააზიანა გაანადგურა ნავთობგადამუშავებული ქარხანა. ნუ სტაბილური რა ეს ერთ დღეში. და ერთი კვირის განმავლობაში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი წელი თუ გაგრძელდა კონფლიქტი, ხო არასტაბილური პირობებში არც ერთი ქვეყანა არ ჩადებს ინვესტიციებს. და პრობლემურია თვითონ ამ არაბული ქვეყნებისთვის და ამერიკამ რა შეუძლია ახლა ამერიკას გააკეთოს, ნუ მე როგორც ვაკვირდები, რა შეუძლია ამ კუთხით გადადგას
რა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ ორივე მხარე მოგებული მასში დარჩეს, ხო? ნუ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში ამას თავის გამარჯვებად გამოაცხადებს. იმიტომ რომ მან დამარცხების მიღება მით უმეტეს ამერიკის წინაშე, რომლის ანტიამერიკულ იმაზე ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხო? 79-ში ასე არ მოვიდნენ ამერიკის საელჩოს აღება და ნუ ანტიდასავლური და ანტიამერიკული ის რიტორიკით. და დღემდე მოდიან ამ იმით, ხო, მიყვებიან ამ იმას, იდეოლოგიურ იმას, ხო, პარადიგმას. ორივე მხარე მოგებული დარჩეს. მე ვფიქრობ, რომ აქ ამერიკას შეუძლია თავისთავად სამხედრო გზით ეს მხოლოდ რეგიონს დააზიანებს. არ წამოვლენ ირანელები არანაირ დათმობებზე სამხედრო გზით. ნუ ვინ უნდა გაუნადგურა მეტი, ვინ დარჩა? ხამენეი გაუნადგურეთ. მაღლესას ისინი პოლიტიკური და მაღალჩინოსნები გენერლები განადგურეთ. კიდევ გაანადგურეთ ვინც დანიშნეს ახალი, მერე ჩაანაცვლებს ახალი. წყალმომარაგების სისტემა გაუნადგურე. ხო, წყალმომარაგების სისტემა ეს უკვე სამოქალაქო იმაზე მიდის დარტყმა. რისთვის უნადგურებ წყალმომარაგების სისტემას? ეს ხომ მოსახლეობის იმაზე მიდის დარტყმა. მაშინ იგივე შეუძლია გააკეთოს და ირანმა განაცხადა, რომ საპასუხო დარტყმებს განახორციელებს არაბულ ქვეყნების ამ წყალმომარაგების სისტემებზე. და იმათ მომერ რა გააკეთოს. ანუ ხვდებით როგორი ასე ვთქვათ, გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება მთელი რეგიონისთვის მსგავსი ნაბიჯი. ანუ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თუ იქნა იერეში მიტანილი. შეთანხმება რო შედგეს, აქ მთავარია უნდა აღდგეს ნდობა. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის მიმართ ნდობა არ არის, რადგან შარშანაც ელაპარაკებდნენ დაბომბეს, ეხლაც ელაპარაკებდნენ დაბომბეს, ამერიკის მხრიდან ნებისმიერი ასე განცხადება, რომ რაღაცას შეგვიძლია მივაღწიოთ, ირანელები არასერიოზულად მიიღებენ, არ დაიჯერებენ. რა უნდა შეიძლება გააკეთოს ირანმა? შეიძლება ამერიკას შეუძლია მიმართოს მედიატორების იმას ძალისხმევას, ანუ მათი მეშვეობით მესამე ქვეყნების გამოყენებით. გამოყენებით ნიგაგებით რომ დაეტაყოლეთ ჩინეთი. ნუ ახლა რუსეთი პირიქით რუსეთი იქით ხო ჩინეს დახმარებაზე პრაქტიკულად დამარცხება ამერიკის. არა, უყურეთ თუ დეესკალაციისკენ უნდა სიტუაცია. ირანმა რომ დაიჯეროს, ანუ ირანს სჭირდება არა მარტო ამერიკის ხმა, არამედ ამ ხმის უკან გარანტიები. გარანტიამ ამერიკამ როგორ უნდა მისცეს იმ პირობებში, რომ შარშან და ახლა წელსაც დაბომბა. დობის ფაქტორი თვითონ მოუსწრო ამერიკამ და მესამე ძალა უნდა შემოვიდეს. მესამე ძალა უნდა შემოვიდეს ამ კუთხით ჩინეთი, რომელიც სხვათა შორის დავაკვირდეთ, მე ცივი ომის პერიოდს ახლო მოსავლეთს ვიკვლევდი და ჩინეთის ის დამაინტერესა. ანუ რა როლი ჰქონდა ჩინეთს, საერთოდ როდის შევიდა ეს კომუნისტური ჩინეთი 59-ში შეიქმნა, ხო? მაგრამ იმ პერიოდიდან თითქმის მალევე შევიდა. ახლო მოსავლეთში შეეცადა შეღწევა იმ ცივი ომის პერიოდში, ნუ მოეძებნა მე რომ გამათავისუფლებლად მოძრაობების ამ პლატფორმებზე, თქვა მაოისტური ამ ჩინური ვერსიის კომუნიზმის იდეები შეიძლება გავრცელებულიყო. საკმაოდ უხეშად შევიდა რეგიონში, დაიწყო ანტიმონარქიული და ანტიდასავლური რეჟიმების არა, მოძრაობების მხარდაჭერა. ასეთი ერთგვარი ექსპერიმენტი სახელმწიფო პროსაბჭოური სატელიტური შეიქმნა სამხრეთ იემენის დემოკრატიული რესპუბლიკა ერქვა. დემოკრატიული იყო კომუნისტური, მარქსისტული რეჟიმი იყო. იქ გარკვეული მაოისტური იდეების მიერ ის იყო. სეპარატისტული. ხო, სეპარატისტული, უყურეთ, ბრიტანელები რო გავიდნენ 77 წელს, მან იქ კომუნისტებმა აიღეს ის ძალაუფლება. და მან გარკვეული მცირე ჯგუფი მაოისტური ის იყო, კომუნისტური დაჯგუფებები და მე უკვე ომანში დაიწყო სულთნის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება დოფარის პროვინციაში და იქ ეხმარებოდა მაოისტურ იმას დაჯგუფებას. მაგრამ რადიკალურად შეიცვალა ჩინეთის მიდგომა, როცა ამერიკა ჩინეთის ურთიერთობები დათმა. ნიქსონის ვიზიტი ცნობილი 72 წელს რადიკალურად შეიცვალა. იმდენად რადიკალურად, რომ ეს მაყურებელს არ ეცოდინება თავისთავად. მთლიანად შეწყვიტა ანტიდასავლური და ადგილობრივი რეჟიმების გამომთხრელი მოძრაობების და ორგანიზაციების მხარდაჭერა. უფრო გავარსდა საბჭოთა კავშირი ჩინეთის ურთიერთობა. კი, ამასაც ჰქონდა თავისი დიდი გავლენა ამაზე
და იმდენად შეცვალა ეს მიდგომა, რომ ჩინეთმა შახის სპეცსამსახურს საوكს გადასცა მთელი ბაზა, რაც მათ ჰქონდათ, ჩინეთის სპეცსამსახურს, ჰქონდა მაოისტურ და კომუნისტურ დაჯგუფებებზე, რომლებიც ებრძოდნენ ირანს. ანუ ამ დონის პოლიტიკის შეცვლა და მიდგომა ახლო აღმოსავლეთში, იმ პერიოდში ყველაზე ძლიერი და პროამერიკული მაშინ შახის რეჟიმი იყო. რადიკალურად შეცვალა. იმ პერიოდიდან ჩინეთის რეგიონული პოლიტიკა არის დამყარებული ურთიერთპატივისცემაზე, სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებაზე, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში არჩარევაზე. ჩინეთს არ აინტერესებს ქვეყნის შიგნით რეჟიმის საქმეებში ჩარევა. იქ მინიშნება ადამიანის უფლებებზე იქნება, თქვა, ან საგარეო ვექტორის კორექტირებას, რომ აი ჩემთან ამ ხელშეკრულებას თუ გააფორმებ, შენ უნდა შეცვალო რაღაც გახდე პროჩინური. ასეთი არ არის. ურთიერთმომგებიანი სარფიანი ხელშეკრულებები. და ეს მისაღებია ბევრი ადგილობრივი რეჟიმისთვისაც. ანუ ჩინეთში არ ხედავენ ისინი ისეთ სახელმწიფოს, მტრულ სახელმწიფოს, რომელიც ძირეულად, თქვა, შეცვლის მათ არსებულ წესწყობილებას, თქვა, იდეოლოგიას, პოლიტიკას, ეკონომიკას. თუ გინდა ჩინეთთან ვაჭრობა, თანამშრომლობა, ჩინეთის კარები ყოველთვის ღია არის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ ასე, რომ სხვა ვინ შეიძლება ისეთი გარანტორი იყოს, რომ ირანი დაიყოლიოს. ჩინეთის გარდა, არ ვიცი, ამერიკას არ ვინ შეიძლებოდა ახლა იქ დათანხმებული იყო მესამე რაუნდით იგივე გამეორებულიყო და მესამეჯერაც იგივე რო გამეორდეს. აი მე რა იქნება. აი დაიყოლია ირანი მოდუნდასავით კიდევ და ისევ დაარტყეს ირანს. ლიდერები მოუხო. ნაცი ვინ უნდა მოუკლან არ ვიცი, მაგრამ ისევ ძლიერ დაარტყეს. ყველა პორტები გაუნადგურეს. ძალიან საინტერესო თეორია ეხლა ის. ჩინეთში არის მშვიდობის გასაღები, ესე ვთქვათ. თუ დეესკალაცია უნდათ, ირანს ჭირდება გარანტორები. თორე ირანს მართლა გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეუძლია ამ კონფლიქტის გაწევა. დიდი პრობლემები შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია მონოლითური, ახლა ამდენი სანქციები, აქ იქნება ბლოკადა, სპარსეთის ყურეს და ორმოზის სრუტეზეა და დამოკიდებული ირანის ეკონომიკის ხო, გადანაცვლება რთულია ასე მოკლე პერიოდში. რაღაც შიგნით მკაცრი ეკონომიის იმით რეზერვები აქვს, მაგრამ არა იმდენი, რომ ახლა ნახევარი წელი და ერთი წელი უპრობლემოდ გაძლოს. ამას ექნება თავისთავად თავისი ადეკვატური ნაბიჯები და ძალიან მალე, იმიტომ რომ არ აწყობს ირანს ამ კონფლიქტის უფრო დიდხანს გაწევა. წელიწადი ირანისთვის ეს საკმაოდ ძალიან ისეთი იქნება რა, ირანის ეკონომიკის მომაკვდინებელი. ამიტომ ეს პერიოდი, რაც ეს ბლოკადას მოყვა აპრილის პერიოდიდან, ირანს აქვს გათვლა პერმანენტული დარტყმებით ამ არაბული იმაზე ქვეყნებზე, აგერ ქუვეითზე, ბაჰრეინზე, რომ მიიტანენ კიდევ იერში, რომ ეს ქვეყნები აიძულონ უფრო აქტიურად მოახდინონ მჭყალებში ზეწოლა ან თავიანთი კონტაქტების გამოყენება, რათა ამერიკამ მიიღოს სამშვიდობო თქვა შეთანხმება. იქ ახლა ირანსაც ისეთი აქვს პირობები, რომ ამერიკა არასდროს არ დათანხმდება და პირიქით ამერიკასაც ისეთი პირობები აქვს, რაზეც ირანი წავა დათმობებზე. მაგრამ აი ხა ზუსტად მას ვკითხულობ. ტრამპი რას საუბრობს ნეთანიაჰუს. უცენზურო სიტყვებზე საუბრობს, მაგრამ აზრი ესეთია, რომ სწორედ რას აკეთებ, ხო არ გაგიჟდი და სწორედ შენი ბრალია, რომ ეს ეზიზღება დღეს სოფლიოს ისრაელია. დანარჩენი უცენზურო სიტყვებია ნეთანიაჰუს მისამართით. ანუ ეს იმას აჩვენებს, რომ უკვე ტრამპი ეძებს, ესე იგი, განტევების ვაც, ესაც ეს მომენტიც შეიძლება ეგრეც აღვიქვათ, რომ ეს დაბრალდეს ყველაფერი ნეთანიაჰუს, შეიძლება ისრაელს არა. ნეთანიაჰუს ეს ორი განსხვავებული რაღაცა მაინც იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია თან იქ ისრაელში და მე სულ სხვანაირად დაიწყოს გეოპოლიტიკური სურათი. ამიტომ მე ესაც ნიშანია იმის რომ ტრამპს უნდა რაღაცნაირად უკვე მივიდა იმაზე რომ უნდა ეგ შვიდობა და აღარ უნდა ამ ომისა და ესკალაციის გაგრძელება.
ამერიკისთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება თუ მოახდენს გარღვევას ამ ირანი ბირთვulis საკითხთან დაკავშირებით. ევროპა, აქ აქტიურად გამორიცხულია ევროპის ჩართულობა, იმიტომ რომ ვენის ხელშეკრულებითაც დადგინდა მათი სრული უსუსურობა. ამ მიმართულებით არანაირი სარქონიათ როგორც ჩანს მათ არც პოლიტიკური და ეკონომიკური ესეთი გავლენები რომ ირანთან მათ მიერ ინიცირებული ხელშეკრულება ბოლომდე მიიყვანათ. მე რა ამერიკა რო გავიდა. ეს თქვენ ინიციატივა იყო. თქვენ გენდოთ ირანი და შემდეგ უკვე დაიყოლიეთ ამერიკაც როგორც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. დღეს ცალ-ცალკე ამ ორ სახელმწიფოს ურთიერთობებში გადატვირთვა რომ მოხდეს საჭიროა თავისთავად ამ ბირთვulis შეთანხმებას. თვითონ 2015 წლის ვენის ხელშეკრულებით ირანს ესე იგი მას ჰქონდა უფლება 4%-მდე ჰქონდა გამდიდრებული ურანი, 3.7 თუ რაღაცა ასეთი პროცენტი, 4%-მდე და 300 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანი. დღეს აქვს 4-ზე მეტი. დღეს. მაგრამ მაშინ აი ამ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დამკვირვებლებს ჰქონდათ 24 საათიანი წვდომა ირან ბირთვულ ობიექტებზე. დღეს არა აქვთ. ეს პროცესი რომ კვლავ ისე დაუბრუნდეს ამ ძველ იმას, ხო? საჭიროა თავისთავად როგორც გვაქვს დობის აღდგენა. დობა რო აღდგეს, საჭიროა ძლიერი დამოუკიდებელი არბიტრის მოწვევა. რუსეთი ვერ იქნება. რუსეთი პირიქით ჩინეთს ხობს იქით დახმარებას იმ ავანტიურაში, რაც უკრაინაში ხდება, ხო? ჩება ჩინეთი. ჩინეთი პირველ რიგში დაინტერესებულია იმით, რომ თქვენ უკვე აღნიშნეთ ეგრე საუდის არაბეთთან და ირანის ურთიერთობების დალაგება, ეს ჩინეთის მედიაციით მოხდა. ამ კუთხით გამოსილება აქვს. მეორე, ჩინეთი ძლიერ არის დაინტერესებული რეგიონის სტაბილურობით, რათა მოხდეს მათთან ვაჭრობის აღდგენა. როგორც აქამდე იყო და ჩინეთის ეკონომიკა 1/3 დამოკიდებულია ამ ახლომოსავლეთის ენერგორესურსებზე. სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობი და გაზი. და ირანს შეუძლია ამ მოდელზე დათანხმდეს. როგორ მოხდება რა ფორმატით ის რომ ჩინეთის თავისთავად შეეცდება გამოვიდეს რომ აი შემრიგებელი კუთხით, მაგრამ ერთ-ერთზე ხო ხედავთ რომ არ გამოდის. არ გამოდის. იმიტომ რომ აღნიშნე ფაქტორები, ხო? რატო? სამხედრო გზით მოლაპარაკების დროს დაბომბე. მეორეჯერაც მოლაპარაკების დროს დაბომბე. ხა მესამეჯერ არ წამოვა ირანი. და ამიტომ თუ დეესკალაცია უნდათ. თუ რეგიონის აფეთქება უნდათ, როგორც იტყვიან, მაშინ კი ვიტყოდი ახლა, მაგრამ არ გამოდის ამის თქმა ეთერში. ხვა უხლია თავში. თუ დეესკალაცია უნდათ, დესტაბილიზაცია. ეს მიღწევადია. თუ დეესკალაცია უნდათ, მაშინ დობა უნდა ახდეს. დობა ორ სახელმწიფოს შორის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მით უმეტეს შეუძლებელია. ამიტომ საჭიროა ველოდებით აი ამ შეთანხმებას. მადლობა. საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია იყო, თან ის თეზისიც რომ საკმაოდ ახლოს დგას რეალობასთან. ჩინეთი შეიძლება მართლა მოგვევლინოს გარკვეულწილად ეგ მშვიდობის მთავარ ესე გასაღებად ამ რეგიონში და შეიძლება საერთოდ გადაიტვირთოს ეს სიტუაცია. ეს საკმაოდ რეალური ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ორმოძვის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია ფასების ზრდა ევროპაში, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა აღმოსავლეთ სახელმწიფოებში, იაპონიას, კორეას და ასე შემდეგ და თვითონ არაბულ მონარქიებსაც პრობლემები შეექმნა. ეს პროდასავლურ არაბულ მონარქიებსაც. და ფაქტია რომ სიტუაცია მედის იქითკენ რომ ან იქნება რაღაც კატასტროფა, ან იქნება განმოხტოს. შენ დაიწყე საუბარი კარიბის კრიზისი და კარიბის კრიზისი ორი ვარიანტი იყო იქაც, ხო? იქ თუ გენერლებს დაუჯერებდით, იქ ომი უნდა დაწყებულიყო და კენედიმ აბსოლუტურად სხვა გზა არჩია და იქ გადატვირთვა სიტუაცია და ეს გადატვირთვა პრინციპში ხომოხერხდა, ხო ყოფილა შესაძლებელი, ხო, დათმობებზე წასვლა. ვიღაცამ უნდა გააკეთოს ეს, ვიღაცამ უნდა დაიწყოს. ეს ბერკეტი აქვს ამერიკას. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია. ჩემი აზრით, ეგ მით უმეტეს ჩვენს გვეხება ძალიან, იმიტომ რომ ეს პრინციპში ამ კონფლიქტმა გამოაჩინა რეალური ჩანს უკვე შუადარე პრინციპ პროექტის. გამოაჩინა რომ
თლად ისეთი არარეალური არა იყო, როგორც ეს ომამდე ჩანდა, იმიტომ რომ იქ იყო ბევრი ვერსიები, ხო? ეხლა უფრო რეალისტური ჩანს და ეხლა ალბათ უფრო სხვანაირად შემოხვედავენ მათ შორის ჩვენც და მთელი ამ შუადერეფნის ქვეყნებსაც. აქედან გამომდინარე, იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაცნაირად შვიდობა იქნება, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კონფლიქტები არ იქნება, იმიტომ რომ კონფლიქტები პირველ რიგში ნიშნავს დევნილებს, დევნილები ნიშნავს იმას, რომ აქ ჩვენ საზღვართან მოვლენ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დიდი ნაკადი და ჩვენც არ გვაწუხ და მით უმეტეს ფასები, რომელიც უკვე გვეხება, უკვე მნიშვნელოვნად გვეხება და რაღაცნაირად ჩვენ ცხოვრების დონეს აგდებს უფრო ქვემოთ. მადლობა და დაწერეთ კომენტარები, აუცილებლად გიპასუხებთ, ვასილიც გიპასუხებთ, ჩვენ საერთო ჯგუფში ვართ, ჯორჯია ფორსტის ჯგუფში, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ და დალაიქეთ. ეს გაზრდის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას და დაგვეხმარებით ძალიან. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.